ამიტომ რამდენიმე ვერსია არსებობს თარგმნის, მაგრამ სხვადასხვანაირია და იქიდან ავიღე და ძირეულად თარგმნე. ანუ მთავარი ასპექტი გამოვიყვანე იქიდან. მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესო იყო იმდენად, რამდენად ეხებოდა ოკულტურ მედიცინას. ხსნის შემდეგნაირად. პირველია, ეუბნება თან ეს როგორ დაავადებულებს ეუბნება, იცი, უიმედოდ რო არიან დაავადებულებები. ბევრი არიან შეფლებილები და იმის თანებს. და რჩებიან მე ისინი არის იქ აღწერილი და მე რა პროცესები მიდის ისაც არის აღწერილი. პირველს ქვია ჰაერისტიკი, ჰაერის ანგელოსთან კონტაქტი. ჰაერისტიკი ის ვარჯიშია. ერთმანეთის მიყოლებით აკეთებ. ხა როგორ აკეთებ? ჩაის უთქავ ხრმად. მუცლით, მარტო მუცელს ვერა. და რატომ ეს? ძალიან გამახსენა ამან დაოისტური სუნთქვა. იმიტომ როცა მუცელს ვერა, ფილტვები ბოლომდე ივსება ჰაერით. მაგრამ ჩასუნთვის დროს ჩაისუნთქავ ხრმად და მუცელს გაბერა, ცოტა ხანს აჩერებ. წყვილში ჰაერს ფეხებით გახარ მიწას, რაც ყველაზე მთავარი, ფეხში შვედა. გეუბნება რომ პირველ ფეხსაცმელები გაიხადეო, მუქალამები რაც ეწვათ მაშინ, ისე დადეკილო მიწაზეო და რო ჩაისუნთქავ ხრმათო, წარმოიდგინეო რომ მარტო გარე ჰაერი კი არ იგრძნო, ანუ გარედან რო ჰაერის მოგრძნობა რა, შიდა ჰაერიც იგრძნე ორგანიზმში. ანუ როგორ გახდა მთელი ამ ჰაერით როგორ შეივსო მთელი შენი შიდა ორგანიზმი. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. და რო ამოისუნთქა, თან გამოაყოლე ყველა ის ნაგავი, რაც შიგნით გადაგრო. ეხლა ესე ჩასუნთქვაში არ ხდება მიახლოებით 10 წუთი უნდა აკეთო ეს რა. ბევრი არ არის. ამის შემდეგ აკეთებ მეორე ვარჯიშს. მეორე ვარჯიში ის ხსნის, იცი, დინარის პირზე არიან და ისე ხსნის. ჩადიდო დინარიშიო, ფეხები დადედო მიწაზე, ისე ფეხში შველი და გარედან ხო შეგეხება მთელი ეს წყალი. წარმოიდგინე რომ წყალი შიგნით შევიდა ორგანიზმში და მთელი შიდა ორგანიზმი გააცვა წყალმა.